მოგესალმებით ზურფასო ტელემაყურებლებო ეთერშია TV+-ი. ჩემო გადაცემამ განიცადა რეორგანიზაცია და შეეცვალა სახელი, დღეიდან იგი გავა ანალიზის დროის სახელით. მე კონსტანტინე ჯაფარიძე ვარ, TV+-ის ჟურნალისტი და ეთერშია ანალიზის დრო. მოგესალმებით ბატონ ტრისტან, ჩვენთან სტუმრად არის ისევ ბატონი ტრისტან წითელაშვილი, გენერალ-მაიორი, ექსპერტი სამხედრო საკითხებში. მოგესალმებით ბატონ ტრისტან, ისევ და მადლობთ კიდევ ერთხელ გადაცემაში მობრძანებისა და მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს. ბატონ ტრისტან, ნაცმოძრაობა, მისი მხარდამჭერები და ლიბერასტული იდეოლოგიის მიმდევრები კვლავ ავრცელებენ თქვენს წინააღმდეგ აგრძელებენ დეზინფორმაციების გავრცელებას. და ამავდროულად ჩვენს ტელევიზიას TV+ მოიხსენიებენ როგორც ბუტკის ტელევიზიას. ბატონ ტრისტან, რასთან გვაქვს საქმე და რატომ მაინც და მაინც თქვენ? ამაზე რო გაგვცეთ პასუხი. ახლა ნაცმოძრაობა და საერთოდ ლიბერასტული იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები და ეს პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს საკმაოდ მრავლად არიან ჩვენ ქვეყანაში, ესენი მე პირველ რიგში მათ საერთოდ აბსოლუტურად არანაირ ანგარიში არ უწევ, იმიტომ რომ ესენი არიან მტრები საქართველოსი აბსოლუტურად ყველანი. ახლა ნახეთ რა ხდება თვითონ მათი იდეოლოგია, თვითონ მათი მოღვაწეობა ამ ქვეყანაში, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ხელისუფლების შემდგომ არასდროს მათ არ უკეთებიათ ქართული საქმე. და არასდროს მათ არ გაუკეთებიათ საქმე, რომელიც საქმე წაადგება საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას. ისინი პირდაპირ მოქმედებდნენ და ასრულებდნენ თავიანთი კურატორის ბრძანებებს. კურატორები, რომელიც არიან უცხო ქვეყნიდან, სპეცსამსახურების კურატორები და ისინი პირდაპირ მიზანმიმართულად ანგრევდნენ და ანგრევენ ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მთლიანობაში ამ სიმძლავრეს, ხო? ეხლა მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი მათ და ვეწინააღმდეგები და ყოველთვის ვარ წინააღმდეგი სწორედ არატრადიციული, არაქართული და ანტიქრისტიანული იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების მიმართ და ესენი არიან სწორედ ეს ადამიანები. ეხლა არაერთხელ კი მე გეთანხმები თქვენ ჩემ წინააღმდეგ მათ გავუკეთებიათ განცხადებები და რაღაც ისულელებს ბოდვა, ეს არის ბოდვა ყველაფერი. მოდი ჯერ თქვათ ტელევიზიასთან მიმართებაში, მე როგორც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, ეგ რაღაც სისულელე და ეს რაღაც შეურაცხყოფილი განცხადება გააკეთა ფორმულამ. ხო? როგორც აქვე შაგეშევით საუბარში დიდი ბოდიშის მოხდით. როგორც ვიცი, ეს მოხდა გიორგი თარგამაძის ფორმულაში. ხო, კი, აი ეს მსგავსი ინფორმაცია. ახლა მოდი ავიღოთ თარგამაძე ვინ არის თვითონ და საერთოდ ფორმულა რა არის და რას წარმოადგენს ფორმულა ტელევიზია. ფორმულა არის შექმნილი ჩვენი სამხედროების სისხლზე შექმნილი ტელევიზია არის. ფორმულა ფინანსდება ჩვენ სისხლზე მოპარული ფულებით. ეს არის კეზერაშვილი. დიახ, თავიდან ბოლომდე კეზერაშვილი აფინანსებს ამ ტელევიზიას და კეზერაშვილზე დგას ეს ტელევიზია. კეზერაშვილი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი 2007-8 წელს, მან მოგპარა ჩვენ სამხედროებს ფული. მოგპარა ის თანხები, რომელიც თანხებითაც ჩვენ ჯარის განვითარება უნდა მომხდარიყო, მოიპარა ის თანხები, რომელიც თანხების საფუძველზე ჩვენ უნდა გვეყიდა შესაბამისი ტექნიკა, შეერაღება და გამოგვეყენებინა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შესაბამისად რაღაც გარკვეული შეფერხებები და ჩვენი მხრიდან რაღაც გარკვეული ორგანიზებული მოქმედებები ყოფილიყო მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებაში. ნუ აი ეს ფული მოიპარა მან კეზერაშვილმა. კეზერაშვილს არაერთი დანაშაული აქვს ამ ქვეყანაში ჩადებული, ხო? და მით უმეტეს ისიც კი გააკეთა ჩვენი გმირი ბიჭები, სამხედროები, მებრძოლი ბიჭები, რომლებმაც გმირულად თავი დადეს და ბრძოლობდნენ და აი პირდაპირ აი ხშირი ხელებით დაუპირისპირდნენ მოწინააღმდეგე მხარეს და შემდგომ გმირულად დაეუყვნენ ბრძოლის ველზე, ჩატოვა და თუნდაც გიორგი ანწუხელიძე. ხო, თუნდაც გიორგი ანწუხელიძე ჩატოვა.
იქ ჩატოვა და იმის გადმოსვენებაზეც კი არ უფიქრია მათ, აი მას კეზერაშვილი. როსა პატრიარქო არა და რო პატრიარქი არა, ეს ბიჭები უკვე აგვისტოს თვეში პაპანაკება სიცხეში უკვე ძალიან ცხედრები უკვე თითქმის იხსნებოდა რა და მე პირადად ვიყავი და ვიცი ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა, რა ხდებოდა და ვიცი ის დაუშვათ მდგომარეობა, რომელიც მდგომარეობის საფუძველზე ჩვენ სერიოზული დარტყმები მივიღეთ. რადგან ჩვენ თუნდაც ავიღოთ სახელმწიფო თავდაცვის სისტემები, რომელიც კეზერაშვილმა 2007 წელს თითქოს და შეისყიდა უკრაინიდან, ეს არის ბუკ ემერთები და ეს უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე და ეს უნდა ყოფილიყო საბრძოლო მორიგეობაზე და სინამდვილეში მან ეს გადაყიდა უცხო ქვეყანაში და ფული ჩაიდო ჯიბეში. აი ეს ფულია თარგამაძე მომისმინე აქეთ შენ ვირთხა შენი გასალანძღი ვინ არის ბიჭო შენ მოღალატე კაცო შენ ასლანაბაშიძემ კაცად გაქცია გაიგე და შემდეგ უღალატე გაიგე ბადრი პატარგაძიშვილმა ბიჭო დაგაპურა და ჩაგაცვა დაგახურა საყარი მოგცა კაცმა როგორც შვილი ისე გაგზარდა გაიგე და შემდეგ გაყიდე გაიგე 30 ვერცხლად გაყიდე აი ვინ ახარ თქვენ და რას წარმოადგენთ და ახლა ჩემზე სისაუბრებთ რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე ქართველი კაცი ვარ სამხედრო ვარ მებრძოლი ადამიანი ვარ ჩემი ქვეყანა მიყვარს და ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე და თქვენაირ ადამიანებს ყოველთვის დაუპირისპირდები რას თქვენ მილიონები გაქვთ მილიარდები გაქვთ გაიგე მოპარული მილიარდები რომელსაც ჩვენ სისხლზე მოიპოვა კეზერაშვილი და თქვენ იმდენ ჯიბეში და ოჯახში შეგაქვთ და ტელეკომპანია ტელეპლუსი 1 კაპიკი ფული არ გააჩნია. 1 კაპიკი ფული არ გააჩნია. გაიგე და დღემდე მაუწყებლობს ეს ტელევიზია და დღემდე ეს ეროვნულ საქმეს აკეთებს. ქართულ საქმეს აკეთებს. მისი დირექტორი ბატონი კახა ხურციძე 24 საათი არის ტელევიზიაში იმისათვის რომ მაუწყებლობა არ შეჩერდეს და არავის ხელი არაა გაშვერილი ამ კაცს რომ ვიღაცამ აქ ფული შემოიტანოს და შესაბამისად შემდგომ ამ ფულის საფუძველზე იმის შეკვეთილზე ვიცეკოთ, გაიგე. ეროვნული ტელევიზია არის, ეს არამზადა შენ და თქვენ გათახსირებულებო და ეროვნული საკითხების და ქართული ტრადიციული საკითხების მსჯელობა და განხილვა მიდის ამ ტელევიზიაში. და არა თქვენსავეთ ლიბერასტული იდეოლოგიას, რომელსაც ამთხევთ ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ და წამლავთ ჩვენ მოსახლეობას და წამლავთ ჩვენი ქვეყნის შვილებს და მომავალს. ეს ახართ თქვენ ჟიჟილაშვილები, ეს თარგამაძეები და ეს ლიბერასტები, რომლებიც მანდ ხართ ჩაბუდებული ფორმულაში და ფორმულა ლაპარაკობთ ჩვენზე საუბრობთ ჩვენზე რომ ჩვენა ვართ ის ტელევიზია რომელიც ტელევიზიაც ესე იგი არ დაგვაწყდეს ბუტკის ტელევიზია გვახს მოგვიხსენიეს ბუტკის ტელევიზია და მოგვიხსენიეს ახლა თვითონ რა ტელევიზია ხართ ერთი გამაგებიეთ თქვენ ახართ ქათმების ტელევიზია ლიბერასტების ტელევიზია ხართ თქვენ ახართ ის ტელევიზია რომელიც ტელევიზიას დღეს ქვეყნის უსაფრთხოებას ანგრევს ქვეყნის ტრადიციებს წინააღმდეგ ბრძოლობს აი ეს ტელევიზია ხართ თქვენ და ამ ტელევიზიაში ხარ დღეს თქვენ და მოკალათებული ამ ტელევიზიიდან არო დღეს შხამს და უბედურებას რო ამთხევთ ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ თქვენ რა უნდა გიწოდოთ ადამიანმა სიტყვაც კი არ მოიძებნება ისეთი ქართულ ლექსიკონში ისეთი დაუშვათ ძალიან ცუდი და ძალიან ისეთი არატრადიციული სიტყვა რომელზეც თქვენ გეკუთვით თქვენ ქათმებო თქვენ და თქვენ უნდა ისაუბროთ ამ ტელევიზიაზე ეს ტელევიზია გააგზავნეს მაუწყებლობას და ეს ტელევიზიას ამ ტელევიზიას ყავს თავისი მაყურებელი და თავისი მხარდამჭერები და თავისი ის გვერდში დგომი ადამიანები რომლებიც ადამიანებს პატივცემენ ამ ტელევიზიას და რომლებიც ადამიანებს გვისმენენ ჩვენ გვისმენენ ქართულად გვისმენენ კაცურად და გვისმენენ ისე როგორც ამ ქვეყანას ჭირდება და ჩვენც ამას ვსაუბრობთ ამ ტელევიზიიდან და ჩვენ ამას ვაკეთებთ ამ ტელევიზიიდან რომ თქვენაერმა მტრებმა და ლიბერასტებმა არ იბოგინონ ამ ქვეყანაში და არ მიეცეთ საშუალება იმისი რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ ამ ქვეყანაში თქვენ ხართ დაქირეებული პროპაგანდისტები ფულგადაღწილი პროპაგანდისტები რომელსაც ტექსტს გიწერენ და თეთრზე შავს საუბრობთ აი მას აკეთებთ აი მას მე არ დამავიწყება არასდროს და ყოველთვის შევახსენ საქართველოს მოსახლეობას თარგამაძე როგორ გაგიდე იმედი შენ გაიგე როდესაც თვითონ და იქ ჩაბნელეს და პირდაპირ მიბმული იყავი სააკაშვილის სპეცსამსახურებზე შე არამზადა გაიგე და დღეს მე მეუნები რომ ისავარო ხო რა ქვია ბუტკის ტელევიზიაო და ამ ტელევიზიას ეუნები ხო მაგას და მე მეუნები რომ მე ვარ რუსეთის ისა აგენტი შენ ახარ ის ადამიანი და თქვენ ახარ ტელევიზია ის ადამიანები რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედეთ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე ხართ მიბული და კესერაშვილის სისხლიან ფულზე ხართ მიბული აი ეს ახარ თქვენ
და ამიტომ არის რომ ყოველთვის ჩვენ ვიტყვით იმას, რაც სათქმელია, თქვენ არის პროპაგანდისტებისა, თქვენ არის პოლიტიკისა, თქვენ არის იდეოლოგიური მიმდევარი ადამიანების წინააღმდეგ. ყოველთვის შეგეომებით, ყოველთვის გამხელთ და თქვენს ლუსტრაციას მოახდეთ და თქვენს აი ამ არაკაცობ და არამზადურ საქციელებს, რასაც თქვენ ჩადიხართ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ამას ყოველთვის ვიტყვით ჩვენ და ყოველთვის გამოვიტანთ საჯაროდ. და არ გაპატიებთ. ერთ ნაბიჯსაც არ გაპატიებთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს. ამდენ ხან ხო რაღაც ჩვენ თავს ვიკავებდით და რაღაცეად კიდევ ცოტა ისე მართლაც არ გვინდოდა რა გადავსულიყავით იმ დაპირისპირებულ ფრაზაში და იმ მართლაც ისეთ სიტუაციაში რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ თქვენ თვითონ გამოგვიწვიეთ უკვე და თქვენ თვითონ გადადგეთ ეს ნაბიჯები და ვინაიდან თქვენ ეს გააკეთეთ, ხო? აწი ჩვენ ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ თქვენარი ლიბერალისტების წინააღმდეგ. თქვენ ქვეყნის მტრებო, თქვენ არამზადებო. თქვენ არატრადიციულ ადამიანებო, გაიგე, ერთმანეთის ცოლებს გორაობთ, ლოგიში ბიჭო. გაიგე? ერთმანეთ კაცი კაცთან და ქალი ქალთან გორაობთ და თქვენ გვეს ვაუბრებით ჩვენ აქ და ამ ტელევიზიას როგორ ბედავთ ამ ტელევიზიაზე, ამ ეროვნულ ტელევიზიაზე თქვენ საუბრობთ და რაღაცა პირში ენა გიტრიალებთ და ქართული ეროვნულ ტელევიზიაზე, რომელიც ქართული ეროვნული ტელევიზიას გაჟენთილია ქართული სულით და ეროვნული ტრადიციული სულითაა გაჟენთილი და ამაზე საუბრობთ თქვენ და ეს კიდათ გააკრიტიკოთ? ვერ გააკრიტიკებთ, იმიტომ რომ ამ ტელევიზიას ჯერ არ გაუკეთებია და არ გადაუდგია ის ნაბიჯები, რომ თქვენნაირმა და თქვენმა ესე იგი იდეოლოგიის მატარებელმა ადამიანებმა რამე თქვან ამ ტელევიზიაზე. და კარგად დაფიქრით და კარგად შეხედეთ, როცა რაღაცას ამბობთ, გაიგეთ რაშია საქმე. დაუფიქრეთ თქვენს უკან წარსულს, თქვენს მოღალატეობრივ ნაბიჯებს, ადამიანებს, რომლებსაც უღალატეთ, ადამიანებს, რომლებიც გაწირეთ სასიკვდილოდ, საკუთარი ბედნიერებას ხვის უბედურებაზე ააგეთ. აი მას შეხედეთ, გაიგეთ? და მერე გვესაუბრეთ ჩვენ. და მერე გააკეთეთ რაღაცა განცხადებები და მერე თქვით, ვინა ვართ და რა ვართ ჩვენ. ვერასდროს თქვენ ჩვენ ვერ დაგვეწევით, ვერასდროს. მილიარდები რო ჩაიდოთ. ეს მილიარდები არაფერს არ ნიშნავს ჩვენთვის. აქ ქართული სული არის. აქ მებრძოლის სული არის, გაიგე? და ჩვენი სული და ჩვენი რომ იტყვი მოქმედება და ჩვენი ხედვები ფულით არ განისაზღვრება. ჩვენი კაცობით განისაზღვრება და ჩვენი ცხოვრებით განისაზღვრება, რა ცხოვრება ჩვენ გავიარეთ და უკან მოხედვის არ გვეშინია და არ შეგვეშინდება არასდროს. თქვენ კიდევ უკან კი არა, წინას ვეღარ გაიხიდავთ უკვე. წინას ისე ჩაიხერგეთ გზები და ისე ყველაფერი თავდაყირა და აყენეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ წინაც ერთ ნაბიჯით ვეღარ გადახოთ. ეს დრო ძალიან მალე დადგება. თქვენ სინთეზსა და დამუსი არის ეს ყველაფერი რაც ხდება ამ ქვეყანაში. თქვენ გათახსიდებულო პროპაგანდისტებო, თქვენ გაყიდულო პროპაგანდისტებო, თქვენ სინთეზსა და დამუსი არის, გაიგე? და თქვენი ბინძური იდეოლოგია არის, რო უშხამავს იმ ბავშვებს ტვინს, გაიგე და ააცთინეთ ნამდვილ ქართულ გზას და დააყენეთ რაღაც ეშმაკის გზაზე რო დააყენეთ, იმიტომ თქვენ თვითონ ახართ ეშმაკის მიმდევრები და თქვენ თვითონ ხართ ის ადამიანები, რომლებიც სატანას ემსახურებით. ღმერთს რო კაცი შეებრძოლება და ღმერთის წინააღმდეგ რომ წახვალთ, გაიგეთ? იმათ კარგი დღე არ დაადგებათ არასდროს, გაიგე? და თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელიც ღმერთს ეომებით, გაიგეთ? ეკლესიას ეომებით. ჩვენს პატრიარქს ეომებით, ჩვენს რწმენას, ჩვენს მართლმადიდებლობას ეომებით. როგორ გძინავთ ღამეს სახში, თუნდაც თქვენ გაქვთ ძილი ისეთი, რომელიც ნორმალურ ადამიანს უნდა ქონდეს. არ გექნებათ, იმიტომ არ გექნებათ თქვენ სულში სატანა ბუდობს და თქვენი სული დაბინძურებული არის და ამ დაბინძურებულ სულში ისე ხართ გაჟენთილი, ხო თქვენ ვერ გზნობთ იმ კეთილ შობილ ცხოვრებას და იმ ტყბილ ოჯახურ ლამაზ ცხოვრებას, რომელიც გვაქვს ჩვენ ქრისტიან მართლმადიდებელ ადამიანებს. აი თქვენ რა ხართ? აი თქვენ რა წარმოადგენთ? და აი თქვენ რა ცხოვრებით ცხოვრობთ? და ყავთ თქვენ თამარ კინწურაშვილი ლოქავთ, იქ კიდო ეს ამ ტელებურდერების ის რომ არის თვითონ მამაშა, გაიგე? აი ეს და ამათი მაგათი მიმდევრები ხართ კინწურაშვილთან ერთად, გაიგე? და მაგენი ხართ თქვენ სულ და მაგ ცხოვრებით ცხოვრობთ, გაიგე? აი ბორდერები, რასაც ქვია, ხო? და სატანისტების ბუდე ეს ხართ თქვენ. და ამ ტელევიზიას თავი დაანებეთ. ამ TV პლუს და ტელევიზიის თანამშრომლებს და ტელევიზიის წამყვანებს და ჟურნალისტებს, რომლებიც აქ 24 საათი
მუხ მოდრეკილი შრომობენ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სისწრაფე და სწორი მიმართულება და სწორი ინფორმაცია უთხრან ჩვენ საზოგადოებას, ხო? ამ ტელევიზიას თავი დაანებეთ. ეს ბიჭები, ეს წამყვანები, ეს ჟურნალისტები, დღეს თქვენ გონიათ, თქვენსავით მილიონებს ღებულობენ? არა. მაგრამ ამათი სიმდიდრე რა არის, იცი? სული აქვს სუფთა. ადამიანობა აქვს სუფთა. ვაჟკაცობა აქვს სუფთა. და ასე მოდის, რა ტელევიზიის დირექტორი არის, ბატონი კახა ხურციძე, ის გარემოც არის მის ირგვლივ, გაიგეთ რაშია საქმე. ქართველი ადამიანი, ქრისტიანი მართლმადიდებელი და მის ირგვლივ ის თანამშრომლები, რომელიც თანამშრომლებსაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი ტელევიზია. და ეს ტელევიზია, რომელიც ტელევიზიას ქართულ ფუნდამენტზე და ქართულ იდეოლოგიაზე არის დაყრდნობილი და დღეობით აგრძელებს მუშაობას და გააგრძელებს კიდევაც დიდხანს მუშაობას. და იქნება კიდევაც დიდხანს, რადგან ეს ტელევიზია აკეთებს ქართულ საქმეს და თქვენსავით ბინძურ პროპაგანდას და ანტი-ქართულ პროპაგანდას ამ ტელევიზიიდან ვერ მოისმენთ და ვერ ნახავთ და ვერ შეღირსებით. აქ ყოველთვის არის ქართული სული. და კიდევ მინდა იმ პროპაგანდისტებს, იქ კუჩა მოწანწალე ზუკნაქალები რომ არიან, გაიგე და რაღაც განცხადებებს რომ აკეთებენ და სისულელეებს რომ უბრახუნებენ, გაიგეთ რა შეიძლება 24 სახლიდან გამოყრილები არიან და რუსთაველზე აგდილარიან იქ და რუსთაველზე ათევენ დღედაღამეს, იმიტომ სახლში არ ღებულობენ. აღარ უნდათ ესეთი აკოთებული და ამყრალებული დედაკაცები, გაიგეთ ამოუვიდათ მეზობლებსაც, ოჯახებსაც კისერში და გამოყარესაგე რუსთაველზე. ვინ უნდა შეაფასო შენ ქალო, ვინა შენ შესაფასებელი, გაიგე? და ვინ ახარ, ვინ მიგდიხარ შენ? და საიდან მოეთერი და სად მიეთრები გამაგებინე თქვენ მართლა მოღალატეებო ვერ ეღირსებით ვერც ამ ტელევიზიის შეურაცხყოფას და ვერც ჩვენს წამყვანებისა და ჟურნალისტების და ტელევიზიის ხელმძღვანელობის შეურაცხყოფას რადგან თქვენ ახართ სატანისტები სუყველა და თქვენ ახართ სუყველა ის ეშმაკის მიერ გაგდებული ადამიანები რომლებიც დღეს ისევე მაგათი ფარველობის ქვეშ ასე რომ ტელევიზია ყოველთვის დგას ეროვნულ ქართულ ქრისტიანულ მართლმადიდებულ გზაზე და მის დირექტორთან ერთად და დადგება ბოლომდე. თქვენი ტელევიზიები კიდევ და თქვენი ტელევიზია კიდევ რომელიც გაჟენთილი არის სიბინძურეთი და გაჟენთილი არის სწორედ იმ სატანისტური სულით ძალიან მალე ჩამოიმსხვრევა. სისხლიან ფულს იდებთ ჯიბეში. ჩვენ ფულს, სამხედროების ფულს, რომელიც ყეზერაშვილმა მოყარა 2008 წელს. ანწუხელიძის ფულს იდებთ ჯიბეში, ეკათახსინებულად არ გამაძეს შენ. და იმ დაღუპული ბიჭების ფულს იდებთ ჯიბეში. და გინდა ახლა ტელევიზიასა, ჩვენ ტელევიზიაზე დაიწყო კრიტიკა. ვერ ეღირსები მაგას შენ. ვერ შენი ჟიჟილაშვილი, გაიგე? ვერ შენი სხვა დანარჩენი იქ, ვინ დახავს ის, რა ქვია, ბინძური იდეოლოგიის მიმდევრები, გაიგე? ვერ ეღირსებით ამას, ვერ რას დროს. სიმართლე ყოველთვის ჩვენ მხარეს არის, იმიტომ რომ აქ ქართული სული არის. და საქართველო არის. თქვენ კი ეშმაკებში ხართ და ჩაიძირებით მალე. და შენ ქალო კიდევ ვიღაცა ზუკნა ორგობის ქალო, რომ გამოდიხარ და რაღაც სისულელეებს აწვდი საზოგადოებას. ჯერეთი მე არა ვარ მაგბუხლით გასამართლებული, გაიგეთ? და რუსეთის აგენტები და რუსეთის რომ იტყვი გოშიები თქვენსკენ მოიკითხეთ, გაიგე? იმ შენი ავანტყოფი ტვინგახვრეტილი პრეზიდენტი რო ყავს ის სააკაშვილი, გაიგე, რომელმაც ჩააბარა რუსეთს 2008 წელს ტერიტორიები და დააკანონებინა შემდგომ. აი იქით მოიკითხეთ, გაიგე და თუმცა ქვაღორღიანი სოფლები ყოფილა ეს. იქით მოიკითხეთ, გაიგე და რამდენი რუსული საქმეები გაკეთეთ, ნაკეთები, მაგასაც დაგილაგებთ ცხვირწინს უყველას, გაიგე და ეს ქალბატონი ვიღაც არანორმალური ქალბატონი არის, ავამტყოფი ვიღაცა, ავამტყოფი, აი რო შეხედავ ავამტყოფი არის. როგორ შეიძლება მასთან ურთიერთობა ან მასთან რაიმე, ესე იგი, ქართულ ეროვნულ საქმეებზე საუბარი. ესენი არიან მაპატიეთ სიტყვა მიგზელდება, მაგრამ რა ვქნა, უნდა ვთქვა ბოლომდე. კი, ბრძანეთ. ესენი არიან დაფინანსებული ავანტყოფთა ჯგუფი, რომელებიც არ არის ქუჩაში გამოსაშვები არც ერთი. ესენი არიან ფსიქიატრულად დაავადებული ადამიანები არიან. აი ფსიქიატრულად დაავადებული ადამიანები არიან. თავის დროზე ძალიან კარგი ფსიქიატრული სამკურნალო ცენტრი იყო ასათიანზე. ასათიანზე ეს იყო უნიკალური ნომერ პირველი როგორ. ხო, რა თქმა უნდა, იქ რეაბილიტაცია ხდებოდა ასეთი ადამიანების, მაგრამ სააკაშვილი რომ ავიდა ხელისუფლებაში პირველი ის დაანგრია. კი, დაიხურა საერთოდ. დაახურა და იმიტომ რომ ის ნაკოფი იყო იქ. კურნალობდა იქ და ვერ იტანდა იმ ცენტრს იქ.
ასე ვთქვათ, სამაგიერო გადავხადა. და გადავხადა და იმასა და ეს გიჟები და ეს ავანტყოფების უყოლა დარჩენ ქუჩაში და გამოდიან აგერ რუსთაველზე და ვისაც უნდა რაფერს უნდა ისე ლანძღავენ და ისეთ შეურაცხყოფებს აყენებენ, ხო? არავინ გაპატიეს, მაგას შენ გასივებული ვიღაცა გაზორუკებულო ორგობის ზუკნაქალო შენ. არავინ გაპატიეს ასეთ სიტყვებს და ასეთ შეურაცხყოფებს და ჭყვით მოიკეცი, აიგე რაშია საქმე. შენარი ქალები და შენარი მოქალაქეები ღმერთმა აცილოს ამ ქვეყანას და შენარი იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები ღმერთმა აცილოს ამ ქვეყანას. მიდიხართ უკვე პოლიტიკურ სანაგოზე და ძალიან მარე ჩაიხშობით მაგ ნაგავში. თან ჩამხჩვალი ხართ უკვე, აკოთებულები ხართ უკვე, ყარხართ უკვე, ყარხართ. თელი რუსთაველი აკოთებული გაქვთ, გაიგე? უკვე ვეღარ გიტანთ საქართველოს მოსახლეობა. ვეღარ გიტანთ ის საღად მოაზრონე და ის ქართველი და ის ადამიანები, რომლებიც ნორმალურად უყურებენ ამ ცხოვრებას. ვეღარ აუტანელები გახდით, გესმით ასე ასაბი. მაგრამ თქვენ მიმართებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან. იმიტომ რომ თქვენ ხართ ადვილი მოსამართი ადამიანები. ფულს რო გადაგიხთიან, გაიგე და ფულში რო საკუთარ სინდის ნამუს გაყიდი, საკუთარ სინდის რომ გაყიდის და ნამუს რომ გაყიდი, ამაზე ამის იქით რაზე გაქვთ საუბარი გამაგებინეთ. კარგით რა ბატონ ტრისთან, დედმამას ყიდიან და ძმას ყიდიან და შვილს ყიდიან და ხა საკუთარი ნამუსი ხა ესენი არის სინდის და ნამუს აღთილი ადამიანები. და ის ადამიანები არიან რომელმა ადამიანებს არ უნდა იარონ ამ ქალაქში, არ უნდა იარონ საქართველოში. უნდათ ის ლიბერალური ცხოვრება წავიდნენ იმ ლიბერალურ ევროპაში და იცხოვრონ იქ როგორიც არის იქ მაგათი ესენი კურატორები, გაიგე? იყო და იცხოვრონ იმ ბინძური ცხოვრებით და იმ აღვირახსენი ცხოვრებით, როგორც ეს ქალბატონი და სხვა დანარჩენი პროპაგანდისტები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას ებრძვიან პირდაპირ ხმალამოღებული. არავით არ შემთხვევაში არ მოგცევთ ჩვენ მაგის უფლებას. დამთავრდა თქვენი ცხოვრება უკვე. თქვენი სამყარო დაიმსხვრა უკვე. დაიმსხვრა უკვე ლიბერალური სამყარო ჩამოიშალა უკვე. ხომ ხედავთ ამ მდგომარეობაა მსოფლიოში, ხო უყურებთ რა? ხომ ხედავთ თქვენმა ამ ლიბერალურმა იდეოლოგიამ სად მიიყვანა ეს ქვეყანა? სად მიიყვანა მსოფლიო? სად მიიყვანა უკრაინა? აი თქვენ სისხლით გაჟენთილებო. ადამიანების სისხლის სუნი გიდით და ადამიანების სისხლით წყურიათ და გამოდიხართ. ეხლა და თქვენ აფასებთ და თქვენ ამბობთ ჩვენზე ისა ჩვენს ცხოვრების წარწასულ ცხოვრებას. ღმერთმა დამიფაროს, რომ შენი შესაძაფასებელი და შენი განსახილველი იყოს ჩემი წარსული ცხოვრება. შეხედე შენ ცხოვრებას და მე ჩემ წარსულ ცხოვრებას შეხედე. შენი ცხოვრება, წარსული ცხოვრება სულ ნაგავით და სიბინძურით არის და დღემდე კიდია კისერზე ეს ნაგავი და სიბინძურე და ჩემ განვლით ცხოვრებას შეხედე და როგორ ცხოვრობ და როგორ მოდივარ დღეს ამასაც შეხედე. ვერ იცხოვრეთ, ვერასდროს თქვენ წესიერად, იმიტომ რომ თქვენ ხართ უწესო, უზრდელი, გათახსირებულები, უსინდისოები, ანტიქრისტეები, უსამშობლო ადამიანები, კაცმოძულეები, თქვენ ვერ იცხოვრეთ წესიერად. თქვენში წესიერება და სინდისი და ნამუსი არ არის. თქვენში წმენა და ღირსება არ არის. უღირსები ხართ უყელა და უღირსად დაამთავრეთ თქვენ ცხოვრებას და მალე ძალიან მალე აღმოჩნდებით პოლიტიკურ სანაგვეზე. თითქმის ხართ უკვე იქ და ძალიან მალე აღმოჩნდებით იმ აკოთებულ პოლიტიკურ სანაგვეზე და ბოლო ლურსმანს დაგაჭედეთ როგორც დაგპირდით. შეწყვიტეთ ბინძური იდეოლოგია, ბინძული პროპაგანდა, შეწყვიტეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება, თავი დაანებეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ნუ შეკავთ შეცდომაში, ნუ აწვალებთ ამ ადამიანებს, ნუ ხართ მწვალებლები. წვალებლები იყავით და ხართ ბოლომდე და გინდათ კიდევ რომ გააგრძელოთ ეს წვალებლების ცხოვრება. ვერაფერი ვერ გიშველით თქვენ გონიათ ეხლა თქვენ მიგიგებთ ეკლესია და ის თქვენი ცოდვები, რა ცოდვები თქვენ კისერზე გიტიათ, იმას ასე ადვილად მოინანიებთ. ვერ მოინანიებთ. აი როგორც ადამიანი მკვლელს არ ეკეთება შენდობა, ხო? ისე არ ეკეთება თქვენ შენდობა. იმიტომ თქვენ იგივე მკვლელები ხართ. თქვენ კლავთ საქართველოს. თქვენ კლავთ საქართველოს შვილებს, საქართველოს მოსახლეობას კლავთ და მკვლელები ხართ თქვენ. და ეს გეკუთვნით. და ამის ცხოვრებით უნდა იცხოვროთ თქვენ. და ამ ეს ცხოვრება გეკეთებათ ყოველთვის აი თანხლები იქნება თქვენთვის ეს ცხოვრება. სხვა დანარჩენი ცხოვრებით თქვენ ვერ იცხოვრეთ, იმიტომ რომ არ იცით, არ გინახავთ, არ გაგივლიათ, არ გისწავლიათ, ოჯახში არ გიცხოვრიათ, ქუჩაში არ გაგივლიათ, ადამიანებთან არ გქონიათ ურთიერთობა და ამიტომ სხვანაირ ცხოვრებით ვერ იცხოვრებთ თქვენ. თქვენს ვიცაც გქონდათ ურთიერთობა და ვიცაც გაქვთ ურთიერთობა იმ ცხოვრებით ცხოვრობთ და იქნებით ამ ცხოვრებით ბოლომდე. და ეს ცხოვრება იქნება რომ თქვენ გაგანადგურებთ თავიდან ბოლომდე და
საერთოდ წახშლით ამ ქვეყნიდან და აი ამ პოლიტიკური ველიდან. ეს მე უბრალოდ გავაკეთე იმ ადამიანებთან მიმართვა, იმ ადამიანებს გავეცე პასუხი იმ სიბინძურეებს და იმას ფორმულას და იმ რომ ვიტყვი პროპაგანდისტებს და იმ ვიღაც დაქირეებულ პროპაგანდისტებს, რომლებიც დღეს არა თუ მარტო ჩემ წინააღმდეგ, არა თუ ტელევიზიის წინააღმდეგ, არამედ მთელი საზოგადოების წინააღმდეგ არიან ესე სიბინძურეთი დაკავებული. მომიდევთ ბატონ ტრისთან აი ეს არ მინდა ცუდი სიტყვა ვხმარ, მაგრამ როგორც ეძახიან ხოლმე და როგორც ცნობილია, აი ეს ჰასტუხიანი ხვლიკიც არ დაგვავიწყდეს ბარემ აი ეს ის მამამთავარია მაგათი. მამამთავარი რა თქმა ის მამამთავარია მაგათი, აგერ ყავს ახლა იმაში კიდევ კაი რაღაც გადაიყვანეს რუსთავში და იქ არის და იქაა სულ ყველასად მისაყვანი. მაგრამ ამათ უნდა შეუცვალონ ისა თვითონ საჯელის მოხდის ის უნდა შეუცვალონ ადგილი, რადგან ისინი არიან ფსიქიატრულ საავადმყოფოში ესეც ყველა გადასაყვანი. თავის იმ სისხლიანი მამამთავრის ხელმძღვანელობით, სააკაშვილი, რომელიც იქ აგდია დღეს და იქ დღეს კოტრიალებს, გაიგე? და ღირსიც აიქრუა. ისინი სულ ყველა ფსიქიატრში არიან გადასაყვანი და მთელი ცხოვრება იქ უნდა იყვნენ. მათი გარეთ გამოშვება, ქუჩაში გამოშვება არ შეიძლება. ესენი არიან საშიში, სარდიან ადამიანებისთვის საშიში არსებები არიან. სულ ყველანი ესენი. ნაციონალური მოძრაობა თავის ამ შპინგმიდან შპანა, წითლიძე, ბოკუჩავა, ეს ისინი რომ გამოჩეკეთ საქართველოს გუბოზიჩი, კიდევ ვიღაცები რომ გამოიყვანეს ახლა პოლიტიკურ არენაზე, ველზე, აიგე, თითქოს ახალგაზრდები გამოვიდნენ და ახალგაზრდებით იმას ხნიან, შეიყვანებენ შეცდომაში საქართველოს მოსახლეობას და ესე იგი მოიპოვებენ მხარდაჭერას. ვერ რავინ ვინც არ უნდა, როგორც არ უნდა გადაკმაზო ნაციონალური მოძრაობა, როგორც არ უნდა გადაღებო, გადმოღებო, ხო? იმათ რო აქვს ის სიბინძურე და იმათ რო აქვს ის ლაქა, რაც მაგალითად საქართველოში გააკეთეს, ხო? ის მთელი ცხოვრება. მეხუთე თაობის ნაციონალები რომ მოვიდნენ, მაინც ემახსოვრება საქართველოს მოსახლეობას. ჯეროთი რა წესი არის? ნომერი აღარ აქვს, თქვენ რატო გაქვთ ის ხუთიანი უკვე ნაწეპებული, გაიგეთ რაშია საქმე. ეგ ნომერი ხო აღარ არის თქვენი. ეს ნომერი არის სხვა პარტიის, ჩვენი პარტიის, ხო? და თქვენ რატო გაქვთ ეს ხუთიანი ნაწეპებული, ერთი გამაგებინეთ. აი ხო მხართ მიმტაცებლები, რომ ვიყავით მთელი ცხოვრება მიმტაცებლები. ხო მხართ ახლა აი ახლა ხომ ატყულებთ საქართველოს მოსახლეობას. აი ტყვილში გიჭერთ აგე რა. ხუთიანი ჩამოხსენით, არ არის თქვენი ხუთიანი. აღარ არის თქვენი კანონმა გაგიუქმოთ ეს ხუთიანი თქვენ და რატომ გაქვს ისე უკანა აწეპებული ეს ხუთიანი? აი ეს ახლა თქვენ აი მატყუარა სისხლის მღრველები, სისხლის მსმელები, ანტიქრისტეები და მთელი ეს ზბროდი არის ერთად შეკრებილი ამ ნაციონალურ მოძრაობის ირგვლივ და ეს პროპაგანდისტები კიდევ და ეს ზუკნაქალები, რომლებიც მათთან ერთად დაწანწალებენ დღესა დადიან ქუჩა-ქუჩა. ისიც არ დაგვავიწყდეს ის მომენტები ბატონ ტრისთან. ნაციონალური მოძრაობა ყველას გვახსოვს ალბათ 2012 წელს, თქვენ მით უმეტეს გეხსოვებათ, ყველამ ნახა მთელმა საქართველოს ეს კადრები, აი ციხეში ხდებოდა ეს ლადო ბედუკაძის მიერ გადაღებული და აი ამების მერე თუნდაც აი ამის მერე საერთოდ როგორ ლაპარაკობენ და როგორ უმოძრავებენ მათ. კოტე, მარტო ციხეები? არა, მარტო ციხეები, ბატონო კოტე. ციკი მე ვიყავი იმ პერიოდში სააკაშვილის რეჟიმის დროს და მე ვიხდიდი საჯელს, უკანონო საჯელს მე ვიხდიდი და სამწუხაროდ მომიწია მე დიდხან ყოფნა იქ, მანამ სანამ ეს პერსისკლიანი სააკაშვილი ეგდო. და შემდგომ განიხილეს ჩემი საქმე და პოლიტპატიმრის სტატუსი მომაინტერესა გამომიშვეს იმ ციხიდან, მაგრამ იქ იყო საშინელება იყო იქ. იქ იყო ჯოჯოხეთი, ეს იყო კონცლაგერი. ეს იყო სააკაშვილის კონცლაგერები. და ესენი მესაუბრებიან დღეს მე, ესე იგი იმაზე რომ თურმე ჩვენ ყოფილვართ ფილტრები ამ საქართველოში. ადამიანებს კლავდნენ იქ, კლავდნენ. ადამიანებს ფატრავდნენ, ორგანოებს აცლიდნენ და ყირდდნენ. აი როგორ გითხრათ, თქვენს თვალწინ თუ მოუკლოთ. ეს ხდებოდა ყველაფერი. ჩემ თვალწინ ცემდნენ ადამიანებს, ჩვენ ღამით 11 საათის მერე ჩვენ ვიყავით პრესებში. პრესებში ვიყავით ღამით 11 საათის. შერჩეული პატიმრები ვიყავით, რომლებიც პატიმრებიც უნდა ღამით 11 საათის მერე უნდა ვეცემეთ ამათ, გაიგეთ აშიასად. და ესენი მესაუბრებიან მე იმაზე, ქართველობაზე და ადამიანობაზე და ესენი მესაუბრებიან მე იმაზე, რომ თუ თქვენ ჩვენ დამნაშავეები ვართ. თქვენ ცოტა გამოიხედეთ მარჯვნივ და მარცხნივ. და რა გააკეთეთ იმ წლებში, როცა თქვენი პირსისხლიანი სააკაშვილი ეგდო იქ. მარტო ციხეები, ქუჩაში ხალხს ხორტე, კაცო. ქუჩაში გვირგვლიანი ავიღოთ. ქუჩაში გვირგვლიანი, რობაქიძე, გიაკრიალაშვილი, როინშავაძე, ეს ვაშკაცი ბიჭი, გმირი ბიჭი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა და შემდგომ დაბრუნდა სახში და დახვრიტეს ქუჩაში. გიაკრიალაშვილი
ვეტერანი ადამიანი, ქვეყნის პატრიოტი, კაიგე, ქუჩაში დახვრიტეს. ოთანაძე ქუჩაში დახვრიტეს და არ მოკვდა. აი ემირიძე ქუჩაში დახვრიტეს და არ მოკვდა. და კიდე რამდენი არ ვიცით და რამდენი მოხდა რაც არ ვიცით. კაცო, ცინდელიანი რომელიც გაიყვანეს ზღვაში დახვრიტეს და ჩააგდეს. ჩაძუაბეს და ჩა. იმის გარდა კიდევ გაუჩინარებული ბევრი ადამიანები, რომელიც ზღვაში ჩაძირეს, ეს ვიცაშია საქმე. და იქ შედრები დღესაც არ აქვს ოჯახს და დღესაც საფლავები არ აქვს მის ოჯახებს, რომელი ოჯახებიდანაც ისინი გამოვიდნენ, ხო? შემდგომ რეკეტი, ბიზნესი, რა ვიცი, ყველაფერი უბედურება, გაიგე, ერთ პირსისე და ავადმყოფი სააკაშვილი მიდიოდა და თუსანე ქართლთან ინახავდა იქ იმისი არ იქნებოდა მისი და დამთავრებული საკითხი იყო, ხო? აი რაც გააკეთა სამეგრელოს გუბერნატორად გაუკეთა, ხო? ესენი საუბრობენ ჩვენ ტელევიზიებზე და ესენი საუბრობენ ჩვენს იმაზე, ქართველებაზე და იმაზე, ეს გათახსილი ეს მკვლელები და ეს სისხლის მსმელები. ერთი შაიკაა სულ ესენი, გაიგე, ეს ფორმულა, ეს რუსთაველის პროპაგანდისტები, რომლებიც არის ნაცსექტანტები, ერთი ბუდი ეს სულ, გაიგე. ამიტომ არის რომ ეს რაც მალე უნდა მოხდება ამათი ლოკალიზება, ხო, და რაც მალე უკვე ჩამოაცილებენ ეს ამ ადამიანებს კლიენტ პოლიტიკური ველიდან, ხო, მით უფრო გასუფთავდება უკვე ქვეყანა და მით უფრო სწორ ჭრილში წავა და სწორ პოლიტიკურ გზაზე წავა. ესენი არიან ყველანი დამნაშავეები და დამნაშავებამ პასუხი უნდა აგვდა სწორსაც აკეთებს. დღეს ბიძინა ივანიშვილო ეტაპობრივად ამათ სულ თავისას უძღვის კანონის ფორმებში, ხო? და იგივე პროპაგანდა, იგივე იარაღი არის. იარაღია ის ბინძური პროპაგანდა და ის არასწორი პროპაგანდა, რომელიც არასწორი პროპაგანდას შეყავს ადამიანების შეცდომაში, ხო? ეს ისე მტრობა იგივე ქვეყნის. ეს არ მეტი კერაფელი არის, ასაც ეგენი აკეთებენ. ანუ ესენი არიან მტრები ამ ქვეყნის და აქედან გამომდინარე, თელმა ნაციონალურ მოძრაობა ძველი იქნება, ახალი იქნება, აწინისული იქნება კიდევ, ხო? და ღმერთმა, რა ვიცი მე ასე რამ გადაუბრუნა ამ ადამიანებს ტვინი, რომ ხომ იცით სადმედი ხართ და ხომ იცით რა უბედურებაში ყოფთ თავს, გაიგე? ხო და დაანებეთ თავი, კაცო, მეშვით. აღარ გინდათ ეს უბედური ესა სექტანტურ ორგანიზაციებში ესა გაწერიანება, გაიგე და აღარ გინდათ ამ საშინელ ადამიანებთან ყოფნა, კაცო. გამოდიენ და მორალს კითხულობენ, კაცო. და არ შეიძლება მათი ტელევიზიებში მიყვანა, კაცო. ანი წითლიძე გამოიწვა მორალს კითხულობს და აფასებს იმას, შექმნილ მდგომარეობას ანი წითლიძის შესაფასებელი რა მაქვს მე ქვეყანაში ერთი მითხარით. ან გუბასანიკიძე, გუბოზისაც. ან გუბოზიჩი, გაიგე, ან კიდევით ბოკუჩავა. ესენი არის სააკაშვილის ჯიბით პუტანკები სულ ყველა, კაცო. და მაგენმა მე როგორ უნდა შემიფასო? სააკაშვილის ჯიბით პუტანკებმა როგორ უნდა შემიფასოთ? მე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობა და როგორ იმათმა უნდა ისაუბრონ ჩვენზე, იმ ადამიანებზე, იმ დამსახურებულ სამხედროებზე, რომლებსაც დღემდე გვაქვს თავი გადადებული ჩვენი ქვეყნისათვის. როგორ ერთი მითხარით გამაგებიათ? მალე დადგება ის რო ახლა მე ხო გეუბნებით, მალე დადგება ის რო ძალიან მალე დადგება ის რო და ძალიან მალე გაუმხდება ხა თქვენი პარტია. ეს იქნება ძალიან მალე. და ამით უნდა დაამთავროთ თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობა და ამით უნდა დაიმარხოს თქვენი პოლიტიკური მოქმედებები და ჩამოწილეთ ქვეყანას. და თქვენ ვიცით რომ არ გაჩერდებით, მაგრამ არის ერთი გამოსავალი, რომ თქვენი იზოლაცია უნდა მოხდეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. და თქვენ უნდა იყოთ იმ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუდმივი ცხოვრებით, იმიტომ თქვენ გაქვთ განუკურნებადი ავადმყოფობა. თქვენი ავადმყოფობა არ იკურნება. აი თქვენი გაქვთ ამოტრიალებული. აი ამოტრიალებული ვართ თქვენი. როგორც ამოტრიალებული და უკუმა დაიბადეთ, ხო? თქვენიც ისეთი ამოტრიალებულები გაქვთ, გაიგე და არ იკურნება თქვენი ავადმყოფობა და ამიტომ არის თქვენ უნდა იყოთ მუდმივ იზოლაციაში და მუდმივ მეთვალყური ფსიქიატრების მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ. რადგან თქვენ ხართ საშიშები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი. და არ შეიძლება თქვენ ქუჩაში ესა თავისუფლად გადაადგილება. არც გამოჩენა არ შეიძლება, მე თუ მკითხავთ. საშინელება როგორ შეიძლება ამათი საერთოდ გამოჩენა? როგორ შეიძლება ამათი საერთოდ საქმესად მიშვება? როგორ შეიძლება ამათი ადამიანებთან კონტაქტები და ურთიერთობები? იმიტომ რომ მტრები არიან ესენი საქართველოში, საშინელი ადამიანები არიან, კაცო. არ არიან ესენი ადამიანებიც არ არიან, რაღაც ახალი შექმნილი მონსტრები არიან. ახალი შექმნილი რაღაც კლონი არის, რომელიც შექმნეს რაღაცა იქით სხვა ქვეყნებში და აგერ გადმოსხეს ჩვენთან საქართველოში დესანტის სახით. ბატონ დრისთან, თქვენ ახსენეთ ცინდელიანი, რომელიც ჩაძირეს შავ ზღვაში, მოაბეს თქვა ლოდი დიდი და ჩაძირეს. დედამისი საუბრობდა, აქვე პატარა ციტირება მინდა გავაკეთო დედამისის სიტყვების, ცხონებული ცინდელიანის დედის სიტყვების. როდესაც სანამ ჩაძირავდნენ,
ალბათ იცით როგორ მოკლეს ჯერშუბში დაახალეს ტყვია, შემდეგ და ესენი მკითხა ესენი მორალზე მესაბურებენ ესენი. დიახ, რა აი ზუსტად ასე იყო, რომ ვინც გაისროლა იმან რომ მოკლე ის აი იმდენად მანიაკები იყვნენ ბატონ დრისთან. ეს რა კაი პისტოლეტი ყოფილაო, ერთი გასროლაც და ორი მეორე გასროლაც არ დამჭირდაო. ავამტყოფები, აი ხომ გეუბნებით, ავამტყოფები. ეს მარტო ის ჯგუფი კი არისო, ეს ავამტყოფები და ესეთი ადამიანების სისხლისმცემლები. პირველი პირი ვინც იყო მაშინ სააკაშვილი. სააკაშვილის გარშე არაფერი არ ხდებოდა. სააკაშვილი თან აი ამ ეს მსგავს ქმედებებს რომ ჩადიოდნენ, გინდ ცემას, გინდ დახვრეტას, გინდ რა ვიცი, რას ყველაფერი უბედურებად ვიდეოზე იღებდნენ და შემდეგ სააკაშვილთან მიკონა და ის უყურებდა და ეს უხაროდ და ამათაც უხაიამაყებოდა. ნახე მიშა, ჩვენ რა მაგრები ვართ და სიამოვნებდა. ხო, სიამოვნებდა. ნახე, ჩვენ როგორი ერთგულები ვართ შენი და ისიც გახარებული და ისიც უკვე დაკმაყოფილებული იყო ამით. აი ესენი არიან სულ ყველა ესენი რა. აი ესენი არიან ადამიანების მკვლელები. ადამიანების კაცი ჭამიები არიან ესენი. ისიც არ დაგვაუწყდეს ბატონო ტრისტან მეც უკვე შემოვედი თქვენთან დიალოგში. ძალიან კარგი. არ შემიძლია ესენი რო არ ვახსენო, ნუ მართალია მაშინ 2004 წელს მე ძალიან პატარა ვიყავი, სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ მე სამაგერად გახსოვს რაღაცა. რა თქმა უნდა მე დოკუმენტალისტიც ვარ, ჟურნალისტისგან განსხვავებით, ვაგროვებ ბრძოლ კადრებს, რა თქმა უნდა და აი ეს ერთ-ერთი კადრი რაც ყველგანაა შემორჩენილი, მაგრამ ტელეკომპანია იბერიას ჰქონდა გადაღებული და შემორჩა ეს კადრი, დაიხურა არქივი, მაგრამ არქივი რა თქმა უნდა არქივმა შეინახა ეს კადრები. როგორ ებრძვიან ბასილ მკალავიშვილის ეკლესიას, როგორ ცემენ იქ ხალხს, მომლოცველებს, როგორ ანგრევენ კარებს და მე არ ვიცი, მომიტევეთ ემოციებისთვის, მაგრამ როდესაც აი ეკლესიას და ქრისტიანობას ეხება საქმე და როცა ებრძვი ქრისტეს და ეკლესიას, იქ უკვე ნუ ვეღარ თოკავ ემოციებს მაპატიეთ. იცით რა არის? აი ასეთი ეკლესიას ებრძოდნენ და ხა ადამიანს რო შეგებრძოლო ხო არ უნდა გაგიკვირდეთ. იცით რა არის? მე გუშინ მოусმინე ერთ-ერთი ამერიკელის მაღალ სამხედრო ჩინოვნიკის განცხადებას და აღიარებას. და მან რა აღიარა, იცი? ჩვენ საქართველოსიო. ეს ახლა უკვე ასაკოვანი ადამიანია. ჩვენ საქართველოსიო, ყიდულობდით ყველაფერს აბსოლუტურად. რას რედაქტორებს ყიდულობდითო, გაზეთს ყიდულობდითო, ადამიანებს ყიდულობდითო, არასამთავრობოებს ყიდულობდითო და ამით ჩვენ ვახერხებითო ჩვენი იდეოლოგიის და პროპაგანდისო თავსმუხევა საქართველოს მოსახლეობაზეო. აი ესენი არიან, სწორად ესენი. აღიარა უკვე გუშინ ამ კაცმა რა, იგე. დიახ, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, როგორც გავიგე. დიახ, ამერიკელი კაცო, აღიარა უკვე. აღიარა, ესენი არიან, სწორედ ის ნაყიდები. დიახ, ლიბერალურ იდეოლოგიას ახავენ საზოგადოებას თავს. კი ბატონო, აი ეს ნაყიდები, გაყიდულები და მე თქვილა კი არა, რომ ესენი გაყიდული ადამიანი, რომელიც ერთხელ გაიყიდება, ის შემდგომ გადაყიდვას ექვემდებარება. კიდევ გადაყიდვას ექვემდებარება. და ასე გაიყიდებას როდის ეკვემდებარება? ასე გადაიყიდებენ ყოველთვის ესენი, გაიგე, იმისათვის რომ მის ქვეყანას გაუკეთონ ცუდი. და მის ქვეყნის წინააღმდეგ ყოველთვის აკეთონ ცუდი. აბა, კარგს აკეთებენ ახლა ესენი დღესდღეობით ამ ქვეყანაში? კარგს აკეთებენ, ერთი გამოვიდეს ნებისმიერ და მითხრას, კარგს აკეთებენ ესენი ამ ქვეყანაში დღეს? მე მხედველობაში ვიყავს ეს ნაცხროვა და ეს ლიბერალისტები, რომლებიც დღეს უკვე აი ამოუვიდათ საქართველოს მოსახლეობას კესერში და ბოლოს და ბოლოს მართლა ხალხმა უნდა დაიწყოს ამათ მიმართ მოქმედება. იმოქმედე ხელისუფლებო და მიხედეთ თქვენ. მიხედეთ შიდა ნაცსექტანტებს მიხედეთ, კიდო დივერსანტები რო ხავთ იქ ჩასმული პარლამენტში, მთავრობაში და გადაჭედილი ხავთ ნაციონალები და ქართული ოცნება, უკვე ნამდვილი ქართული ოცნება აღარ არის უკვე თქვენთან. შეხედე ბატონო ბიძინა, ნახე რა ხდება თქვენ გუნდში კაცო. და მიაქციეთ ამას ყურადღება. თორე ესენი ისე მოწავა საქმე, რომ ესენი თქვენ შემოგიტიალდებიან, მე და თქვენ დაგიწყებენ ბრძოლას იქ თქვენი გუნდის წევრები. გაიუსო ნაციონალები თქვენი თავრობა. დიახ, ბევრი პარლამენტი გაიუსო ნაციონალებით. მარტო ესენი კი არა, გარე ოპოზიცია კი არა, მაგადი წმენა კი არა დაიწყოთ. იქ რო ხავთ შიგნით ჩაბუდებული და ინფორმაციები რომედით ამათ ნებისმიერ ინფორმაცია, რომელიც დღეს თქვენთან იქნა მიღებული და გადაწყვეტილი 2 საათში უკვე ნოდარ მელაძე მეცის და
იმანიცის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა სექტანტებმა ეციან და ანიცის ლიზენა ბოკუჩავამ ეციან და გამოდიან და მე ყეფენ ტელევიზიით აგერ. მიხედეთ მაგ თქვენ ჩაბუდებულ ნაციონალებს ქართულ ოცნებაში. მიხედეთ იმ ტრებს, იმ პარლამენტარებს, რომლებიც არიან ფეხი-ფეხ შემოდებული, მილიონებს ჭამენ, გაიგე და ხალხი ფეხებზე კიდიათ. ამას მიხედეთ ბატონო ბეძინა თუ არა, საქართველოს მოსახლეობა სხვანაირად შემოტრიალდება. მილიარდელები გახდნენ თქვენი გუნდის წევრები და ხალხი ფეხებზე, ხალხი მშიერია დღეს ქუჩაში. ნახეთ, გადით, ძვირდება ყველაფერი. ყოველდღიურად. ამას მიაღწიეთ ყურადღება. და ხალხი დაიბრუნეთ. ასე ვერ დაიბრუნეთ თქვენ ხალხს. და ასე თქვენ საქართველოს მოსახლეობის გულს ვერ მოიგებთ. დაკარგეთ უკვე ძალიან ბევრი მოსახლე დაკარგეთ, თქვენ ძალიან ბევრი ქართველი ხალხი დაკარგეთ. სწორედ ამ ჩაბუდებული დივერსანტების მოქმედებებიდან გამომდინარე, რომლებიც გაატყავეს, გახულიფეს საქართველოს. ნაციონალები არიან, ისინი თქვენ გვერდში რომ არიან და ქართული ოცნების სახელით შეულოვენ მილიონებს. გაატყავეს უკვე ხალხი აღარ შეუძლია, ვეღარ სუნთქავს უკვე საქართველოს მოსახლეობა. გავშია ხალხს, პური არა აქვს სახში ადამიანებს, იცით თქვენ? ეს გააკეთეთ. ამას მიაღწიეთ ყურადღება აუცილებლად. კი, გასაგებია იჭეთ ვიღაცებს და უშობ ციხეებში, მაგრამ წმენდა, შიდა წმენდა დაიწყეთ. შიდა წმენდა დაიწყეთ და შიდა დივერსანტების მოცილება დაიწყეთ, თორემ ჩვენ ძალიან მალე მოვა ის დრო და დიდ საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით. თურქეთი მოდის უკვე აგერ, ხო ხედავთ? ნელ-ნელა მოცოცავს აზერბაიჯანთან ერთად. ვინ დაუდგება ამას წინ? მითხარით, საქართველოს დაუდგება წინ ამას? ვერ დაუდგება საქართველოს წინ. და რატომ ვერ დაუდგება იცი საქართველოს წინ? საქართველოს მოსახლეობაში უკვე მთელი ამ წლების განმავლობაში ისეთი ბინძური იდეოლოგიით და ისეთი ბინძური პროპაგანდით მიდიოდა ყველაფერი, სწორედ ამ ფორმულების და სწორედ ასეთი პროპაგანდისტების მხრიდან უკვე გამოურეს ეს წინ და აღარავითარი პატრიოტული გზნობები აღარ აქვს ადამიანებს, გაიგეთ? დაგვრჩენია ერთადერთი გზა. დროზე გადადგეთ ნაბიჯები და ნურავის ნუ გეშინიათ. მიდით დაიწყეთ დიალოგი რუსეთთან აუცილებლად. ამას გეუნდებით მე თქვენ. ერთადერთი გზა ეს არის, რომელი გზაც ჩვენ და რომელი მოქმედებას შეაჩერებს თურქულ და აზერბაიჯანულ შემოტევებს, რომელიც უკვე თითქმის შემოსულია ჩვენ ქვეყანაში და გვემუქრებიან, უკვე ღიად თიც გვიქნებს უკვე ალიევი და ერდოღანი ლექსებს წეს უკვე და ოცნებს უკვე აგერ სამცხე ჯავახეთზე. ამას ვერ ხვდებით, ვერ უყურებთ. ან არ გეუნებიან, სად არის თქვენი მრჩევლები, რომელ მრჩევლებსაც საკმაოდ სოლიდური თანხები აქვს და საერთოდ არაფერს არ გეუნებიან, არაფერს არ გირჩევენ. დროზია ნაბიჯი გადასადგმელი და ბათუმში ჩააყენეთ იქ რუსული ქვედანაყოფი, რომელიც შეაჩერებს ამ პროცესს. და აუცილებელი იყო ის ანტიტერორისტული ბრიგადის შექმნა, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გააუქმა ეს პროექტი და განაახლეთ ეს პროექტი და შექმნით ანტიტერორისტული ბრიგადა ბათუმში, სადაც 70% არის ქართული კონტინგენტით დაკომპლექტებული და 30% რუსული კონტინგენტით, რომელიც ამას შეაჩერებს პროცესებს. საფრთხეები წინაშე დგავართ დღეს ჩვენ. და ამ საფრთხეებს ჭირდება ლოკალიზება. გადავწითო, ომი აღარ არის საქართველოსში. ომი აწიეწყება საქართველოსში. თუ კი ჩვენ მეზობელმა ბოლომდე შეგვაქცია ზურგი. და ეს განცხადებები მე არ მომწონს, უკვე რა განცხადებებსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს და თვითონ მინისტრი აკეთებს. წვანე ამუთო უკვე თურქებსაც და აზერბაიჯანელებსაც. ეს არის წვანეს ანთება, იმის განცხადებებიდან გამომდინარე. და ახლა მაინც გამოფხიზდით. და ახლა მაინც ნუ აკეთებენ განცხადებებს ის თქვენი შიგნით ჩანერგილი საპოტაჟნიკები და ახლა მაინც მიხედეთ მათ. ძალიან რთული მდგომარეობაა დღეს ჩვენ ქვეყანაში და ეს არ ვიცი ჩვენ ახლა როგორ გამოვძვრებით ამ სიტუაციიდან და როგორ იქნება ამ პროცესების ლოკალიზება, რამდენად შეძლებს ამას დამოუკიდებლად, არ ვიცი მე უკონტროლოა სიტუაცია. მე ვეღარ ვხედავ ქართულ ოცნებას, იმოც ქართულ ოცნებას, რომელიც ქართული ოცნებას თავიდან მოვიდა ენთუზიაზმითა და მოვიდა იმ ჟინით და იმ ბრძოლით და აღარ არის ის ხალხი, აღარ არის ის ადამიანები, აღარ არის ის ხანდამჭერა. ვინ უნდა დადგეს დღეს ამან წინააღმდეგ, კეთი მითხარით, აი ამ მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ. ვერ გაუმკლავდებით. მე როგორც სამხედრო სპეციალისტი ვამბობ და გეუბნებით. ვერ გაუმკლავდებით ვერც ერთ შემთხვევაში. თუ არა მეზობელი და თუ არა მისი დახმარება. მეზობელი აგერ როგორც ყოველთვის მან გააკეთა და თავის ძროზე გაანთავისუფლა აჭარა, ხო? და განდევნა ეს ისეთი იქიდან თურქები. ასლან აბაშიძე. რუსებს გეუბნები კაცო, აი მათ თავის ძროზე, ხო?
ეხლა ხო ხედავთ რომ დღეს თუ ფაქტორი გავიდა მთლიანად ინტერესი გავიდა რუსული ინტერესი ქვეყნიდან ხო ჩათვლით რომ მეორე დღეს უკვე თურქული დროშა არის აფრიალებული აქ გურიაში აგერ კიდევ აზერბაიჯანი მარნეულ თემაში აზერბაიჯანი დროშა ეფრიალებს კაიგე ამას გვეუბნებით ამის გეგმები აქვს მათ და ამ გეგმების განხორციელება უნდათ და ამ გეგმებით უნდათ რომ იმოქმედოთ ჩვენ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და არ დაგვაუწყდეს რომ თბილისშიც მატულობს უკვე არაბთა რაოდენობაც და ძალიან ცუდი ეს ყველაფერი ვინმეს უთქვამს და საერთოდ ვინმეს ხმამაღლა გაუკეთებია განცხადება რომ თურქეთი ოკუპანტი არის თურქეთს რომ აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებული ვინმეს ამის შესახებ უთქვამს აზერბაიჯანს რომ აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული ამას ამის შესახებ ვინმეს უთქვამს დაუკეთებია განცხადება და კიდევ ვაგრძელებ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას დავით გარეჯი აგერ წითელი ხიდი აგერ მითვისა ამაზე რატომ არაფერს არ ამბობენ რატომ არ ყოველდღიურად ის ფორმულა რომ არის და აქ ჭოროობით რო არის დაკავებული ხო რატომ არ ყვირის ყოველდღე ამაზე და რატომ არ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას რომ თურქეთი ჩვენი ტერიტორიები არის აზერბაიჯანი ჩვენი ტერიტორიები არის სასამხეთ ჩვენი ტერიტორიები აქვს კი რუსეთს ჩვენი ტერიტორიები ამას რო იზახით მარტო ამ სხვადასხვა მეზობლებზე რატო არაფერს არ ამბობენ? როგორი ჩემი სტრატეგიული პარტნიორია თურქეთი მაინტერესებს, როცა ჯერჯერობით ისევ ჩემი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. როგორი ჩემი სტრატეგიული პარტნიორია მაინტერესებს? არ არის ჩემი სტრატეგიული პარტნიორი ის, მაგრამ აქ ჩემი ტერიტორიები ოკუპირებული. სანამ სახელმწიფო არ დაგიბრუნებს შენ ტერიტორიებს და არ მოხდება ის შენ საზღვრებში, მანამ ის შენ არ უნდა ჩათვალო ის სტრატეგიულ პარტნიორად. ესე იგი, ერთ ადგილას უძურებიან, გაიგე? და შემოგვესია უკვე თურქები და მარტო ის ტერიტორიები კი აქეთ ახალ ტერიტორიებს მიეთვისებენ კიდევ. ბატონ დრისთან ბათუმში მილიონჯერ ვარ ნაყოფი. ბათუმის მთელი ბათუმის ავსია თურქები. ნუ გათურქებულია ბათუმი უკვე. კი ბატონო, გეთახმებით. ის საქართველოს ნუ არაფიზიკურად საქართველოს შემადგენლობაში ბათუმი აღარ არის. იმდენი თურქია, ნუ თავით მგონია თურქეთში მოყვა. სუდია, სამწუხაროა ეს ყველაფერი. ბატონო დრისთან აქვე ქიმიური ნივთიერება კამიტზე მინდა დაგისვათ შეკითხვა. თქვენი აზრით იქნა თუ არა გამოყენებული რეალურად ქიმიური ნივთიერება კამიტი აქციების დაშლის დროს, რომელიც მოხდა გასულ წელს და ეს მოგეხსენებათ თქვენ სამხედრო ბრძანდებით და მოგეხსენებათ რომ ნივთიერება კამიტი გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო შემდეგ მისი გამოყენება არის დაუშვებელი და აკრძალული, რადგან პირველი მსოფლიო ომის დროს. დიახ, პირველი მსოფლიო ომის დროს და მისი გამოყენება უკვე არის აკრძალული, რადგან იგი მომაკვდინებელი ადამიანის. ეს რა არის? მე ახლა თვითონ სპეციალობა არ არის, არ ქიმიკოსობა და არც ტოქსიკოლოგია რა ვარ, მაგრამ ეს რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში და კამიტთან დაკავშირებით ეს პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილია, დაფინანსებული პროპაგანდა. ხელისუფლების წინააღმდეგ. ახლა ვინ მიცა ეს ინფორმაცია ამათ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საცავებში არის ესეთი ნივთიერება. ვიღაცა ხო იქ არის? ჩანერგილი, ხო? ამიტომ ამბობ, რომ უნდა გაწმინდო სტრუქტურა თავიდან ბოლომდე. და უნდა გაასუფთავო და დაიყენე ერთგული ადამიანები გვერდით გაიგე და იმ ერთგული ადამიანებიც იყავი დაყრდნობილი. შენ ქვეყანაში თუ არ შექმნი საყრდენი პუნქტი, იცით რა არის? ჩვენ სამხედროები, როდესაც ვემზადებით ამა თუ იმ ტიპი ოპერაციების განსახორციელებათა შესაბამისად შემდგომი ტერიტორიებით დასაკავებლად, ხო? ჩვენ ჯერ ვქნით საყრდენ პუნქტს. აი საყრდენი პუნქტიდან ხდება მთელი მართვა და მთელი ეს პროცესები. აქ არ არის საყრდენი პუნქტი ამ ქვეყანაში. პოლიტიკური საყრდენი პუნქტი ამ ქვეყანაში არ არის. ვისაც როგორ უნდა ესე დარბიან და დათარეშობენ და რასაც უნდა იმას აკეთებენ. და ამიტომ არის რომ ეს კამიტის პროვოკაციაც შემოაგდეს, გაიგე? ჯერეთი ახლა მოდი მე მინდა იმ პროპაგანდისტებს და იმ ექსპერტებს და იმ პოლიტიკოსებს დაუსვა შეკითხვა. ის ნივთიერება, რომელი ნივთიერებაც თითქოს თქვენ ამბობთ, რომ გამოიყენესო, ხო? ამ ნივთიერების გამოყენების შემდგომ თქვენ იცით ადამიანის მდგომარეობა შორდება? ვერ წარმოგიდგენიათ რა. ნახეთ ინტერნეტში მაინც შედით და პირველი მსოფლიო ომის დროს ნახეთ ის ჯარისკაცები, რომელმა ჯარისკაცებს მიიღეს ეს ნივთიერება რა მდგომარეობაში არიან.
მოусმინეთ იმ სპეციალისტებს, რომელიც სპეციალისტები დღეს გამოდენა საუბრობენ და ხსნიან რა მდგომარეობაში ვარდება ადამიანი ამ ნივთიერების შემდგომ. გამოყავთ ეხლა ეს ისეთი ვიღაცის დაქირეებული პროპაგანდისტები და გუშინ კიდევ გრიგოლიასთან დაждდეთ ვიღაცები, აი საშინელი მარაზმი იყო რა და ვიღაც ქათამი ისაო, იცნო თუთიყუშო, ბუმბული გაცვიდაო, გაიგე? როდესაცო გამოიყენებს ეს საშუალებებიო. თუ შემალა თუთიყუშო და შემალა ქათამო შენ. რა ბუმბული გაცვიდა ბიჭო თუთიყუშ და რა ეს იმასა რა ქვია ნიფიერება გამოიყენებს, მაგრამ დაგიქირავეს პროპაგანდისტი ხარ იდეოლოგისტი ამ ქვეყნის წინააღმდეგ. სულ ყველა დაქირავებულები ყავით, მან გაიგე. ეს არის კიდევ ვიმეორე და მე მინდა რომ უთხრა საქართველოს მოსახლეობას, ეს არის გარედან მომდინარე დაგეგმილი პროვოკაცია, რომელი პროვოკაციას და რომელი ინფორმაციას და რომელი გეგმას განახორციელებს შიგნით არსებული აგენტურა და BBC და BBC მე ვიცი ძალიან კარგად ვიცი რაც არის ახლა უკვე და BBC მე მქონდა ურთიერთობა BBC-სა და ვიცი როგორ მოქმედებენ ისინი ახლა BBC აღარ არის ის BBC ადრე რო იყო ხო და ამათაც გააკეთეს რაღაცა შექმნეს რაღაცა დოკუმენტი და გააკეთეს დოკუმენტური ფილმი და ეს გამყიდველი ეს გიგაური და დაფინანსებული აგენტი გამოიყვანეს იქ მონაწილე არის ამ დოკუმენტურ ფილმში და ეს მამაშვილები რო არიან კიდევ ექიმები ის მამამისი რატო არ შეაგდეს ციხეში კაცო იმაში პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრა ხო გეხმელია ხო რატო არ შეაგდეს ციხეში რატო არ დღეს გარეთ და ხო ხედავთ კიდევ რა გაგიკეთათ და რა პროვოკაცია გაგიკეთათ ასე რომ ეს არის დადგმული სცენარი ყველაფერი არანაირი კამეტი არ ყოფილა გამოყენებული იქ მერწმუნეთ იმაში კამეტი რო ყოფილიყო გამოყენებული ჩვენ მივიღებდით სხვა სურათს ჩვენ მივიღებდით სხვა მდგომარეობას იქნებოდა ადამიანების მსხვერპლი იქნებოდა ღრმა დამწვრეთი ჭრილობები კანეზე ღრმა ეს არ არის და სხვა დანარჩენი კიდევ თანხლები ავადმყოფობები გაიგე ანუ იქნებოდა სერიოზული დაზიანებები სერიოზული დაზიანებები და კიდევ ვინმე მსხვერპლი დადგებოდა ადამიანების მსხვერპლი დადგებოდა ეს სიტყვებს კამეტი იწვევს მაგას ეს არ არის არ არსებობს კაცო ტყუილი ეს ყველაფერი გაიგეთ რაშია საქმე იმიტომ არის ტყუილი რომ საერთოდ ამათ ჯერითი არც იციან რა არის და ნივთიერება არ იციან საძრება როგორ უნდა გამოიყენოს ყველაფერი ხო მე გაიგონ ეს რატომ ის ხო დიდხანს ჯდება საერთოდ ადამიანის ორგანიზმში შესაბამისად იმ ადგილას სადაც რომელ ადგილებზეც ეს გამოიყენეს იქ ხო იქ ჩაჯდებოდა უკვე ის ნიადაგში ჩაჯდებოდა იქ ხეები არის აიღონ ეს ყველაფერი იქ ექსპერტიზის ანალიზები აიღონ და ამიტომ არის მე კიდევ ხელისუფლებას და მიმართო რომ ბოლომდე ჩაატარეთ გამოძიება ბოლომდე დადებით დასკვნები და დასაჯეთ ის ადამიანები რომელმა ადამიანებს დღეს ჩვენ ქვეყანას დადო ბრალი ქიმიური იარაღის გამოყენებაში ეს არ იმოქმედებს ხო საქართველოს იმიჯზე კარგად არც საერთაშორისო დონეზე და არც შიდა აი ამ ჩვენს მოსახლეობაზე ამიტომ არის რომ დასკვნები დადებით შესაბამისად ვიცი რომ დადებითი იქნება ყველაფერი და არანარი კამიტის გამოყენების ის არ იქნება აქ დოკუმენტი და მთავარი არის უნდა გააკეთოს და დასაჯოთ ეს პროპაგანდისტები რომლებმაც ააგორეს ეს თემა და პირველი მოგიდეთ იმ გიგაურს ხელი გაიგე ვერტალიოტის ბოზი რომ არის და დაწანწალებს იქით-აქეთ აი მას მოგიდეთ ხელი და ამ მამაშვილები რო არიან კიდევ რა ქვია შვილები მელია მელია ხარაბიშუაში არ არის ისინი არიან კაცო რა ქვია შვილები არიან ხო მელია საერთოდ არაფერი შეხება არ აქვს ამ საკითხთან აბსოლუტურად არანაირი აქ არის სხვა უკვე მამაშვილი რო ახსენეთ ადამიანები რომლებიც ეს ყალბი დასკვნები გააკეთეს და საქართველოს მოსახლეობას და ბიბის წარუდგინეს რაღაცა ისეთი სიყალბე, რომელიც სიყალბეზედაც მათმა ააგეს ეს გადაცემა. ხო და ამიტომ არის ესენი უნდა დაისაჯონ. მამამისი გირავად კი უნდა გამოგიშვათ, თქვენ? უნდა შეგეგდოთ ციხეში. ხო ხედავ რა პროვოკაცია მოგიწყოს აგერ. კიდევ მოგიწყობენ პროვოკაციას. თუ ამათ ამოგიდეთ ხელი და ამნაირ ადამიანებს და არ გაწმინდათ საქართველოს ასეთი მსგავსი პროპაგანდისტებისაგან და დამნაშავეებისაგან. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბატონთან გადაცემაში მონაწილეობისთვის. რამოდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა. TV+ მუდამ იმაუწყებლებს. მუდამ გავა გადაცემები, ყველაფერს ვიტყვით, რაც საჭიროა. არ გავჩუმდებით
და TV+ იქნება ყოველთვის მიუკერძოებელი ტელევიზია და მადლობა მოსმენისთვის, ყურებისთვის. შევხვდებით სამშაბათ, 4 შაბათს უკაცრავად საღამოს 8 საათზე TV+-ის ეთერში. დროებით მადლობა ბატონ კრისტიან მობრძანებისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის.